ბატონ რეზო, არქეტიპები ახსენეთ საუბარში და ასეთი კითხვით დავიწყე, რომელი მითოლოგიური პერსონაჟი გავს თანამედროვე ქართველ მამას? ერთნიშნულად ვერ განსაზღვრავთ, იმიტომ რომ როგორია ქართველი მამა. განსაკუთრებით მაშინ, როცა არა გვაქვს სისტემური და კვლევა, თუ როგორი მამებია სხვები და არა გვაქვს შედარება სხვებთან მიმართებაში, ხო? და ასეთი განზოგადოება, ასე ვთქვათ, მეთოდოლოგიურად არ ამართებულია. ჩვენ რა შეგვიძლია ვთქიცეო, რომ ქართველი მამა უფრო მკაცრია, ხო არის ხა თანამედროვე ძალიან მკაცრი, ავტორიტარული კულტურა, კიდევ ეძახიან პატრიარქალური. არა გვაქვს არაფერი მონაცემი, რა თქმა უნდა, ქართველი მამა უფრო მკაცრია, ვიდრე ამერიკელი, ფრანგი ან იტალიელი მამა, არ ვიცი, გააჩნია სად ვინ რა ფენას ეკუთვნის და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც წესი მკაცრი მამა პატრიარქალური დასავლეთიდან წამოსული ტერმინია, ხო, იმიტომ რომ პატრიარქისაც შევეხები, მე რადგან პატრიარქალურ კულტურას შევეხები. იქ არის მკაცრი დასჯის მეთოდიც, რომელიც მე-19-18 საუკუნეში იყო და მე გადაინაცვლა, რომ მაგალითად ვინსტონ ჩერჩილმა, რომელმაც ესეთი ელიტარული განათლება მიიღო, კოლეჯში როზგავდნენ წკეპლა და ჩარლზიც ყვებოდა, რომ არ მინდა მეთონის კოლეჯი იყო, ის გახედა ესეთი სიმკაცრე იყო. და იდეა ამ სიმკაცრის იყო, რასაც ბრიტანელებს აქვთ ესეთი და მე გადაინაცვლა მიმართულებამ ამერიკაში ბიჰევიორიზმი. დიახ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიცით შიგნით ადამიანი რა არის. ჩვენ მეცნიერული არ არის ლაპარაკი, მაშინ ეს უფრო ლიტერატურა, ფილოსოფია, მაგრამ მეცნიერება არ არის. მაგრამ მეცნიერულად საკუთრივ ესეთი მიდგომა, რომელიც მეცნიერული, ეს არის ბიჰევიორიზმი. რატო? სტიმულს ზომავ, რეაქციას ზომავ. მატერიალურთან, ხელშესახებთან მაქვს საქმე. შიგნით რა არის, არ ვიცი. ამიტომ აღზრდა არის დასჯისა და წახეზების მეთოდით. რომ შენ, ესე იგი, კარგ საქციელისთვის, რომელიც გინდა რომ განუმტკიცო შენს შვილს, ხო, ამისთვის შენ უნდა დააჯილდოვო, აჩუქო რაღაცა, ან წააქეზო, ან სიტყვიერად და თუ ცუდ საქციელით, რომელიც გინდა ამოძილყო, უნდა დასაჯო. ფიზიკური დასჯის და ზემოქმედების გზითაც. მაგრამ ეს მეთოდი გარკვეულწილად გავრცელდა მერე რუსეთშიც, ნიკოლოზ ზედროვის სკოლებში და აქ სემინარიებში გადაინაცვლა და ასე შემდეგ. აქ თავგადასავალში არ არის როზგავენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, ასე ვთქვათ, აქ და მერე ფსიქოლოგია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯობია რომ გააგებინო, აჩვენო პირად მაგალითზე და ბავშვი იდენტიფიცირდება მშობელთან, თუ ის უყვარს. ის მისაბაძი მაგალითია, იდეალური მაგალითია, იდეალური ნიმუშია, ის თავისით გაიმეორებს მამის ქცევას. ეს უფრო ეფექტური ზემოქმედების საშუალებაა, ხო? აი ესეთი იქნება ჩემი პასუხი, რომ აი ქართველი მამა და ეს ქართული კულტურა, რომელიც რეპრესირებს, გადაჭარბებულია. მე უფრო მგონია, რომ პოლიტიკური მიზნებით იყო ეს. ძალიან გამიხარდა მე ამ პასუხის მოსმენა.